Oh guys, მოგესალმებით მეგობრებო, მან არ მინდა გამოგუკან. რა ვახართ, რა შევით ვახართ მაგრად და მინდა დაგახვედროთ სურპრიზი. და სურპრიზი არის ეს არა ეს ეგვიპტე არა, აი ეს საქართველოს და როგორც ხედავთ 130 ანუ 130 რაუნდი რავი თუნდაც რაუნდი ვიგულისხმოთ გვაქვს გავლილი და საქართველოს ეკონომიკა არის უძლიერესი, ყველაზე ძლიერი არა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა და ტერიტორიულად გაფართოებულები ვართ. ზოგმა ომი დაგვიწყო, ზოგგან ტერიტორიები ვიყიდე, ძირითადად ის ტერიტორიები გამოვისყიდე, რომელიც ოქრო მოიპოვებოდა რაღაცა და ასევე ხედავთ რა მხელა ვარ, ეს ჯორჯია და აზერბაიჯანი მყავს აქ და არმენია იქ მიმწვეული. პერეისლავები გამომითხადეს ომი და რა უნდათ არ ვიცი. ასევე ბიჭო რა მოუვიდა ეკრანს. ასევე მეგობრებო აი აქეთკენ ოტომას იმპერია რო იყო ის ოსმალები პერეისლავებმა დაიპყრეს პერეისლავებმა ანატოლიამ უკრაინამ და რუსეთმა შეუუტიეს და საუდის არაბეთმაც არა საუდის არაბეთია უკრაინას ვთქვს შეუტიეს და გაანადგურეს რა და აქ პერეისლავს ეს ტერიტორია რაც არის აქეთკენ გადმოსული რაც ვარ დაიპყრეს და მერე გამომიცხადეს ომი ხო და აქ ეს ადგილი ჩავხერგე ეს ტერიტორია მქონდა აღებული რადგანაც აქ მოიპოვება ოქრო და მაგის გამო იმისგან ტრეიდით ვიყიდე და ამ ადგილას ჩავაყენე ჯარი სანამ ამ ადგილასთან ეს მაგარ დაცულია ნახეთ რავი ეხლა ცოტა დასტებულია იმიტომ რომ ომებისგან მაგრამ ეს არის 100%-ზე 36% და ძალიან ისცა იმიტომ ყველა მხარეს თითქმის კედელი გვაქვს ხოლო აქეთკენ გაუშვი მთელი ძალები რა ერთი ბლომა და ავიღე ეს ტერიტორიები და აქეთკენ გავსხი ეგრევე და აი იქითკენ არ გამჭირვებია ისე და აი აქეთკენ გამიჭირდა მერე იმიტომ რომ ერთი 25000 ხო გაუშვი თავიდან წისვლები მქონდა მერე უკან დამხი აქეთ მანადგურებდა და ეს ტერიტორია დავკარგე და მერე ზაგადად უკან აი აქ გავაჩინე ხალხი მეომრები აი ამ ტერიტორიებზე ერთი 40000 შევადგინე წავედი შეტევაზე დავიფყარ მთლიანად მაგრამ გზაში მე ძალიან ბევრი დამეხოცა და მის მერე დამრჩა აგერ არის რამდენი 20000 ასევე არმენიას გამოუცხადე მაქამდე არმენიას გამოუცხადე ომი რომელთანაც 25000 ჯარისკაცი გავაგზავნე და თავიდან წისვლა მქონდა მაგრამ მე რავი რა გააკეთა 40000 მეომარი გამოიძახა ტიპმა და აქეთ გადამიარა რასაც ქვია და დაჟე აქეთ ხო თავის ტერიტორიები დაიბრუნა რაც მქონდა აი ეს ტერიტორია ხო დაიბრუნა და მე შვიდობა დაუდე ეგრევე და ანუ ეს ტერიტორია დავკარგე, ეს ტერიტორია დავკარგე, შვიდობით კიდე ეს ტერიტორია დავკარგე, ეს დავკარგე და ეს დავკარგე. ანუ 2, 4, 6 ტერიტორია დავკარგე მთლიანობაში. მე გამოვისყიდე ეს ტერიტორიები, ცოტა დრო ავიდა, ფული ბულამად მომდიოდა ხოლმე, გამოვისყიდე და აი ეს ტერიტორიას ნახე, რამხელაძე აყავს აყვანილი, სითამდე ყავს აყვანილი. ეკონომიკა ხონდა ამაზე ძალიან კაი. გარნიზონით რამხელა აყენია და ეს წავართვი. ესო წავართვი მე უკვე ძალიან ჩამოიშალა ანუ ეკონომიკა ფული ნახე ახლა შევიდით არმენიაში მოიცა -4000 აქვს ახლა ეკონომიკა ვაფშე აღარ უვარგა ისო წავართვი და არა აქ მომწდეული ახლა და მშვიდობა გვაქვს ომი არ გვაქვს რა ტრეიდი წავართვი ეგ ყველაფერი ას დარჩა და ახლა ეს ტერიტორიებს დარჩენილი ამას ხა ზაგაზად არ უტევ იმიტომ რომ შეუტევ ძალიან დიდ არმიას დავკარგე რადგან 9400 აქვს მეორე დონის არმია და 7000-მდე 17000-მდე ყავს პირველი დონის არმია. ასევე ძალიან კარგი ბლომად აყავს აზერბაიჯანიას არმია. კაი ახლა ძალიან გამიგზელდა 4 წუთია ვლაპარაკო და დავიწყო. ასევე ხო გამოვიდეთ და შევიდეთ აქ დიპლომატიაში დავაწვეთ საქართველოს და როგორც ხედავთ ზოგი არის გამწვანებული, ზოგი გაყვითლებული, ზოგი ამასთან რანაირი ურთიერთობა მაქვს? არანაირი.
რატო წითელი? რატო ისა ნაცრისფერი არ უნდა გახდეს ეგა? მოგაი, კაროჩე უკრაინასთან მაქვს ერახთან და ესა ფინეთთან მაქვს ალიანს შეკრული. მერე საუდის არაბეთთან, საფრანგეთთან მაქვს პაქტი დადებული. ეგეთ ალიანსის დონეზე არ არის, მაგრამ ეგეთ კაი ის არის რა. და ეს French zone of Anatolia, რავი რა, რაზე არის, არ ვიცი, აქეთკენ იყო მაქამდე. ერაყმა დაიწყო. და ეხლა ნახე რაზე დავიწყარი. ან საბჭო და რუსეთი არის ეხლა ყველაზე ძლიერი, ნახეთ. ძალიან 50,000-მდე ყავს არმია. ხო და ესენი ფინეთი და უკრაინი თუ გავიხადე, მეგობრად რომ ფინეთსა და უკრაინასთან მომიარაგზა ვერ განადგურებს ჯერ მაინც. თუ გამოიცხადეს, მეც გამომიცხადებს და ნახეთ. მე რო ამას სამხრეთიდან დავარტყავ რუსეთს, საბჭო და რუსეთს. უკრაინა დასავლეთიდან დაარტყავს, ფინეთი ჩრდილოეთიდან დაარტყავს. და ნახეთ ეხლა მოიცა. შედი კაცო. დააწექი ამას. კიდე წედავ სატუნო. და ერაყი კიდე, აი აქ რა ტერიტორიები ქონდა ეხლა მონახეთ. აი აქ საუთ რუსეთი როაე. ამასაც ართმევს, აგერ არის ერაყი. შემოიჭრა უკვე. ერაყი კიდე უკვე ომი აქვს საბჭოთა რუსეთთან და აქეთ ართმევს ტერიტორიებს. უკვე შვიდობა დადეს? კაი, მაგრამ მე კიდე და ანუ ან მე, ან უკრაინას, ან ფინეთს თუ გამოუცხადებს ომს, ერაყიც გამოუცხადებს ავტომატურად ომს. არა, მე თუ გამომიცხადა მაგ შემთხვევაში, რომ უკრაინა და ის არა. ხო და ეს აქეთკენ იმის წიმებს წაართვებს რუსეთს. პატარა კოლონიებსაც აქვთ. აი, აქ წაართვებს სტამბულს და იმეს და ამებს წაართვებს. ამებთან რომ მორჩება, მე წამოვა და აქეთკენ მოგვიხმარება. ეგ მაწყობს, იმიტომ აქეთკენ მოსვლა აღარ მომიწეს. ან ჭკვიანურად გავიხადე ალიანსის წევრები რა ეს ყველანი. და პაქტის წევრები კიდე შემიძლია 2-3 პაქტში ავიყვანო. და რა იქნება არ ვიცი. აი ამასთან რა გურინჩერი ეს ამაში ვარ შესული ამასთან no problem. ეგეთ შემიძლია კიდე 4 ავიყვანო. კაი, მოდი ახლა დაუბრუნდეთ თამაში, და 7 წუთი გავფლანგე რაში. ფული როგორც ხედავთ 44,000 შემოგვდის, კიდე უფრო მეტი შემოგვივა, მაგრამ ასევე მალე დავითრევთ მეგობრებო ჩვენ უმაგრეს და ასევე Big City-ს ავიყვანეთ. უმაგრეს რაღაცას. და ეს რაღაცა არის მეგობრებო ატომური ბომბი. ატომურ ბომბსო დავითრევ. ომიო დაგვეწყება საბჭოთა კავშირთან. ერთი 5 ატომურ ბომბს ჩამოუგდებ ტერიტორიაზე, რომ არმია გავუნადგუროთ, გავწმინდოთ არმიებისგან. ეგ იქნება ჩემთვის ძალიან კარგი. აუკვე შემიძლია, Nuclear Weapon Factor 1 და ავაშენოთ. აბა, ერთი ის არის, რომ ურანიუმი გვჭირდება რა. აუ, ეს წყლის პრობლემა შეიქმნავო. კიდე შეგვიძლია ხო დავსვათ. ეს ხო არ გაგვიშვა. იმიტომ მაგ ნუკლეარ ბომბს აღარ გავუშვით. მოდი ეგ გავუშვოთ. და კიდე გავუშვოთ და ფულში მოგვაკლდება თქმა უნდა ეხლა, მაგრამ კიდე გვაქვს გასაშვები, რომ ეგ არ მაინტერესებს. აი სად გავუშვოთ? სად რომ ასევე აქედან ყველაფერი გადატენი მყავს. არაფერი არის ისეთი, სადაც რამეს ჩასვლა შემეძლება. ერთ-ერთი საერთოდ შემიძლია ავითვისო და ჩავაყენო რაღაცა განვითარებები არის აქ ვილიჯია, არის small town-ია, დაჟე building-ი მაშინ. აქ გავუშვათ წყლის სისტემა. მაგრამ ფული აღარ აქვს. აი, ახლა შემდეგსვლაზე ჩავაყენე ხლად. ეს იმიტომ მინდა რომ ატომური ბომბები ანუ აკეთოს და აკეთოს. ახლა მინუსებს შევმიდის წყალი, ცოტას გააკეთოს და სამოგეწურება მე აღარ გააკეთოს, ეგ არ მაწყობს. ახლა ურანიუმზეც უნდა ვიფიქრო, მაგრამ ურანიუმი აღარ მოიპოვება ჩემ ტერიტორიაზე, რა ვქნა არ ვიცი. გოლდზე გოლდზე მინუს, მაგრამ გოლდი no პრობლემა არის, იმიტომ რომ 1824 მაქვს. და რავი რა პრობლემა შემექნას გოლდზე არ ვიცი. ნოუ ტექნოლოგია მესამე დონეზე შემიძლია გადავიყვანო, ეგ არ ვიცოდი. მოიცა, სად არის ეს?
უი მეგობრებო სად არის? აგერ არის. შედი შენი. ამისი. ეგ არის. დემოკრატიისკენ მივდივართ რა. და ეხლავე შემიძლია ეგრევე გავხსნა ყველა და ყველაფერი. დემოკრატია. Creating cost per არის trick მოსაკრა იყო cos არის trick 2%-ით ნაკლებიო გადაიხდიო Rectangle cost is the territories of vassal means that you can recruit or army in territory of vassals შეგვიძლია army territory of vassal-ის ტერიტორიიდან ავიყვანო army-ა ძალიან კაი science per to 40% გაიზრდება science მეცნიერება რა არის ეხლა ვნახოთ რა გონი ეს არის science ეგრე მახსოვსოთ არის ტექნოლოგია ანუ ესეც კაია 40% მაგრამ მაგას ისეაც მორჩებით უკვე აი აქ რა არის უშ managing building is vassal ისე damage air tricky რა არის აირი მაგრამ საერო რაღაცები არ არის აქ ტანკები და რაღაცებს გამოყვანა შემიძლია კი მაგრამ ჯენერგენი ამყავს აღშენებული science per town-ი ანუ ხო რა აქ მიმყავს პირდაპირ რა 40 და აგერ 50 გაუშვებ და vassal ტერიტორიები შემიძლია გამოვიყენო აი მაგალითად აზერბაიჯანში შევიდეთ აზერბაიჯანიდან დავაწეროთ აგერ ომი თუ მოხს მაგ შემთხვევაში შემიძლია vassal-ი და გავიხატო რა უკრაინა ნახე პროსტა რა მხელა არის გამხდარი და საუდის არაბეთი საუდის არაბეთო შენთან პაქტი რომ მოხს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი ალიანსის წევრი რომ გაანადგურო 15000 უკრაინა არა ეს საუდის არაბეთი ეს აზერბაიჯანი 15000 29000 უკრაინა ბიჯო უკრაინა განადგურდება ძმა რა სიძახი უკრაინა მართლაც განადგურდება ვინები ყავს ამას არ შემიძლია ვნახო ხო ეს რა არის -73000 როგორ იღებ ბიჭო აქეთკენ სამდენი ტერიტორია აქვს ნახე ნორვეგია ნადგურდება და ერთ-ერთი ძლიერი იყო რასათა კავშირის შემდეგ პირველი იყო ნორვეგია სიძლიერით მაგრამ ეგ არის რამდენი ძლიერიც არ უნდა იყო პირველი თუ ანუ რამდენი ქვეყანა თუ გიტევს როგორ ძლიერიც არ უნდა იყო ვერ გაიმარჯვებ რა ცუდია ახლა საბჭოთა მე ომი რო დავიწყო ეს ტერიტორია კიდე აქ კონდეს მე ძალებს გადანაწილება მომიწევს რო ძალებს გადანაწილება არ მომიწევს მაგიტომ მინდა პირდაპირ მაგრამ პრინციპში რა შემიძლია იცი მე რო ახლა აქედან დავიწყო შეტევა ეს ღვიდან შემომიწევს აი შემიძლია პირდაპირ ერთი ეს ტერიტორია ესეც გამოვისყიდო რომ ზღვაში გასვლელი აღარ ქონდეს ეს ღვიდან აღარ დამესხას თავს რომ აქ შუა ტერიტორიებზე არ შემომიწროს კაიდია კაი ფული რამდენი გვაქვს ახლა ტექნოლოგიები -+6-ით ვემატება თითქმის 7-ით და ძალიან გვაწყობს ხოლმე რა აქ თითქმის ყველაფერი village ყველაფერი მოს გაკეთე არა small town-ში კიდე შემიძლია რაღაცები დავდგა აბა ნახოთ რა შეგვიძლია აქ კიდე გვინდა კაით რა შეჭამეთ გული რამდენი ითხოვთ რა არის building წყალი კიდე გვინდა აქ და building limit-იო 4 მაქვს small town-ია მეტი რა უნდა იყოს აქ კაი ანუ მანდაც გვაქვს ეგ გაშენებული ანუ წავიდა ეხლა თავისად აქ რა ესენი რასაც მე ვფიქრობ ეს small town-ებია გამხდარი სულ ყველა ხო ეხაც small town-ებია
აქეთკენ ერთი country side. ხო და ამ country side-ს მივხედოთ რა. აქეთკენ იმიტომ მინდა რომ ეს უფრო უსაფრთხო ტერიტორია ვიდრე იქითკენ. აჰა და small town-ზე ამოვიყვანეთ. როგორც ხედავთ, ძალიან მაგრამ მოიხოდე trade-ით full show-ლოდი, მე trade-ით საათი მოიპოვდა რკინა, goldi და ის ოილზე არა, ცოტა რომ მომეტებოდა, არ ჭირდებოდა ის ოილი თავიდან არაფერში და ისიც საკმარისი იყო რა. მაგრამ რკინა და goldi რაც მოიპოვებოდა, იმას ყიდულობდი ხოლმე ეგ ტერიტორიებს. და მაგათ მომხოდა რა. აი small town-ი აღარ გვინდა ეგ კაცო დაანები რა ციცისე გადაიყვანო კი არა გამოდი მაედან აქ შედი აუ რა უნდა რა ჯანდაბა უნდა ხელი მეწოლება თუ რა არის შედი აქ მე building აქ კიდე შედი აქ რა არის აი ეს ფულს მაძლევს 12000 აქ მაგას ვერ დავგავ ხო ვერ აი მიდით გადი ეგრე კიდე მიეცი ეგრე ეს რა არის 8 ის გადააქვს ერთი მათ ამას ვეღარ გამოვიყევ თორე ისა ოილზე მინუსებში წაგვიმას მიდი მეორე ლეველზე დადგე ეგრე აია დავჭა 19000 და შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ აქ უემერი აღარაფერი აღარ შეგვიძლია გარნიზონის ჩადგმა რა ვიცი ერთი მაინტერესებს საქმე რას ვაკეთებ აი მესამე დონე მაგის ბაზარიანა მაწყობს ეგ გააკეთოს და მე პირდაპირ გავუშვებ იცი სად ნახე პატარაზე ვაწვევი და ნამხელაზე მიყავს ეს პირდაპირ 0 უკვე მაქვს მაგისტრის ხო მაშინ შემდეგ სვაში მაგას ვიზავთ weapon factory machine factory 2-ზე 30 კი ბატონო მაწყობს მიდი ბარე გავუშვათ და მე გავუშვებ იმას, იმიტომ რომ ის უკვე პლუსებში მივყავარ და no პრობლემა არის. 1930 წელი და თუ გახსოვთ, ნეზოში დავიწყე თამაში 1900 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 ანუ 12 წელი გავიდა თამაში. აქ მაგის ჩადგმას არ ვაპირებ ნაღდად. მე მაგის ჩადგმას სულ სხვაგან ვაპირებ. მაგრამ ტექნოლოგია დავაწვეთ და აი ეს მივუწოდოთ ახლა შემდეგში. ეგ იყოს ეგრე ვიცი მეცოდინება რომ მანდ ერთი ადგილი მაქვს. მაგის ჩადგმას მე ვაპირებთ, ბილისში ადგილი აღარ აქვს, ხო? კაი. სამაჩაბლო თბილისში შემდეგ ჩემი საყვა ან სამაჩაბლო ჩემი შობლიური ხარია. შობლიური რა იქიდან ვარ მაინც. თორე იქ ცხოვრობდი. სამაჩაბლოში. და მაგის მიყვარს ეგ ხარე. ამიტომაც სამაჩაბლო რადგანაც მიყვარს, ასე რაღაც გავუკეთებ ჩვენს ლამაზ და კოხტა მხარესო. აქ ნახე პერეისლავები, არმენია და საბჭოთა კავშირელები როგორ პატარა პროცენტში შეადგენენ და უკვე ნადგურდებიან თითქმის. იმიტომ ჯერ რომ გამოუყავს, ისინიც გამოდიან რა და რო ხუცებიან, ერე ვეღარ არიან რა. ავიყვან ციტიზე 64000 სამწუხაროდ არ მაქვს, ამიტომაც იყოს ეგრე. უკრაინას დამიხედე მაწყობს, უკრაინა შენ მაგასო უტევ, მაგრამ აქეთ რო საუდის არაფერი გართმევს ტერიტორიებს ჩემო მეგობარო, მაგაზე რა შვებიო, ჰა? საუდის არაბეთი ეხლა არ მითხრა?
კი ძმაო, ეგ აირაყის ტერიტორია იყო ფერის მიხედვით თუ იმჯელებთ. კაცო, მარა ნახე. რავი რა შვება, არ ვიცი უკრაინა აზერბაიჯანს გამოუცხადა აქომი და ეგიკენ საუდის არაბეთთან აქვს ომი. ხედავთ ეხლა, ანუ ჩემთან ალიანსი რო აქვს უკრაინას, ჩემ ტერიტორიაზე გადაადგილდება ისე როგორც არც არაფერი. იმიტომ რომ ალიანსი აქვს და რა უნდა უთხრა, ვერაფერს ვერ ეტყვი. იმიტომ რომ მის ტერიტორიაზე გადაადგილება მეც თავისუფლად შემიძლია როგორც მე მომესურვება. კაი. ეხლა ბილდინგ შევიდეთ 64,000 არა მოხდა ვეღარ დავიყვან შემდეგ დონეზე, ამიტომაც პირდაპირ weapon vectors დავაწვეთ ეგრე. ეგ არის. ვუალა. აი machine equipment დავაწვეთ და გამოგვიდო ეს, მაგრამ ამის გამოყვანას არ ვაპირებ. მე გამოვიყვან სულ სხვა რამეს. ჯერ არა, მაგის. weapon vector და გადავიყვანოთ level 2-ზე. აი მაშინ იქნება სულ სხვა რამე. საწყალი არმენია. აუ, მოიცა, ფული აღარ უნდა დავხარჯო ახლა, ფული არ უნდა დავხარჯო. მოდი აქ, შედი აქ, ესო შედი. აირონი ნახოთ აბა თუ აქვს, არა აქვს. გოლდი აგერ აქვს ხო? ვიცი ხო, გოლდი მანდა აქვს. მანდა არა. მაშინ ოილი იქნება ხო? ოილი აქვს ამას ესე იგი, ხა? და იქ აქვს ასე იგი ოილი. ურანიუმი არ აქვს, კაი. აი, მაშინ აქ ტექნოლოგიას შევიდეთ უცებ და მივუთითოთ ეს. რომ აბა რამდენი ფლაში იქნება, 7-ში იქნებაო. რას ვიღებთ, მაგნა ეს გამაგებინე. კაი, გასაგები ახლა რა ტერიტორიები უნდა მოვთხოვო. Trade შევიდეთ. Trade trade ეგ არ მინდა, აი ეს პროვინცია მინდა, ეს და მოდი აი ეგეც მომეც რომ უფრო მეტი ადგილი მქონდეს რა სამომავლოდ. ფულიაც მოქვს თლიანად დაგიბანდებ, თლიანად გამოვშვებ. ამას როგორ ვერ ვიტან ხოლმე უნდა დაუმთხույო და ოპ, შენ მალე განადგურდები და შენთვის რა აზრი აქვს შენ და კარგი ხელშეკრულება დაგიდებ თუ ცუდს. წავიდა ეგ ორ ტერიტორია წავართო და ისოს უკრაინა აიღებს და არ მაინტერესებს დალში არაფერი. ეს 60-მდე 7 ლოში ნავიდე, სხვა არ მეღადავებით. ეგ 23-ზე ვიდა. არა, პესებში ავა კაცო. უკრაინას დამიხედეთ. ესენი კაი ეკონომიკური ისინი ნახსითებზე ყავს აყვანილი და არა. ეკონომიკა განადგურებულია. მეთქი მე დამარტყა ეხლა ამან. წიქნო გადაიჭიმა თურმე იქ ტერიტორია წავერთმე მე იმისთვის. კაი ეს ჩაიკეთოს მოდი. ანუ თან ეხლა როგორც ხედავთ ხო აქ როგორი ის როგორ მიმდინარეობს. ჭადრაკი რო არის ჯერ შენის ფლამერის აი ეგეთი ის არის რა. კაი ეხლა აქ ვნახოთ რეებია აშენებული ხო? ეს ვაფშე არ გჭირდება წაშალე, მოიტა მაგისთვის ფული. აი ესეც არ გჭირდება წაშალე, აი ესეც არ გჭირდება წაშალე. წაშალე ხო? ესეც წაშალე. ესეც წაშალე. ვაფშე არაფერი არ გჭირდება აქიდან. რა თქმა ზღვაზე გასვლელი ცა იქ პატარა მიყრუებული ადგილია. წაშალე მიდი და ეს გარნიზონი რავი რამდენია გარნიზონი 900 კაცი? ვერშლი. აი ამ იმას კედელს ვერშლი defense line level 1-იანია თან. კაი რაც არის ოილი გავუშვი, მიდი ოილი. კიდე ოილი. ეგ არის მაქსიმალ level-ზე ავიყვანეთ. აბა რა გვჭირდება ურანიუმი არა გვაქვს, პლუსებში, მინუსებში რამე არის? არა, არაფერიც არ გვჭირდებაო.
კაი, მაშინ ეს რო გაუშვათ, ურანიუმს მოგვაკლებს კიდე და არ მაწყობს და წყალსაც მოგვაკლებს და არ მაწყობს. ეს რო გაუშვათ, აი ეს რო გაუშვათ, კი ბატონო, თავისუფლად მოხერხდება ყველაფერი მაქსიმუმ level და ავიდათ 11-ზე. აქ რო ეს გაუშვათ, small town-თან. ხალხი ამდენია? კაი, ხო? მოდი დავალოდოთ შემდეგ სვლას და ვნახოთ რა მოხდება. უკრაინა წადის საუდის არაბეთს მიხედე მიჩვენე შენგანი მარჯვენა შენ ალიანსი მოხსიდრე ჩემმა პაქტის წერმა. დაანებია აზერბაიჯანს თავი მე მინდოდა მაგის აპრობა. არა უსა შენ გამოვისყიდი მაინც ფაქტ ტერიტორიებს თა. მაინც არ დაგიტოვებ შენ. კაი, აბა ეხლა ოპაც, აი ამას შანსი არ არის არ წავშლი. რა თქმა უნდა ჩარტი. გარნიზონი. რამდენი 900 კაცი, ხო? ეს მუზეუმი არ გვინდა. ეს ეკლესია მეთქი ესა ჰოსპიტალი არ გვინდა. ეს defense lines თუ წავშლით ძალიან კაი იქნებოდა. არ იშლება. კაი, გარნიზონი მოდი იყოს დროებით, კიდე აქ რა შეგვიძლია გაუშვათ. ფექტორი არ მინდა, ფექტორი ზევით მინდა უფრო. მოიცა ჯერ სანამ მაგას მივხედოთ, გამოდი მოვიდეთ და თბილისიდან ეს ჩემი არმია წამოვიყვანოთ აი აქეთ. რამდენი სლაში ჩამოხვალთ? 1 2 3 სლაში, ბაზარი არ არის. უკრაინა განადგურდება აქ და წააგებს, რადგან აზერბაიჯანს უკრაინაზე ბევრად დიდი არმია ყავსო. აზერბაიჯანი კიდე ვერსად ვერ წავა, რუსეთის ტერიტორიაზე ეგ ვერ გადავა, ჩემ ტერიტორიაზე ეგ ვერ გამოივლის, ვერც არმენელს ზოგაიაროს ვერ წავა. ამიტომაც დარჩება აქ და უკრაინას პრობლემას ვერ შეუქმნის. უკრაინა ეხლა აქეთკენ საუდის არაბეთი ძალიან ავიწროებს და ეგ არ გვაწყობს. და მე კიდე არ მინდა საუდის არაბეთს ეხლა ომი გამოუცხადო. პაქტი მაქვს მაგასთან და მე უცებ გამიგვიწება სხვა ალიანს წევრებთან პაქტებთან. ერთი საფრანგეთი ეგრე. კაი, მოიცა ბერლინი ვაფშე გააქრეს, ხო არ მიღადავებით. ტიპი რამ ხედა იყო, მთელი საფრანგეთი ხო ესპანეთის ხაზი იყო მიწყვდეული და მთელი საფრანგეთის ტერიტორია, თავის ტერიტორია და ესპანეთის ხაზი იყო ჩამოსული კიდე. ეგ ხარ ეკავა და რავი რა მოხდა ეგეთი არ ვიცი. გერმანიაც იშლება, ნახე, რა მოხდა ეგეთი არ ვიცი. ერთი მაშინ გაქრა ეს ბერლინის იმპერია და დაინაწილეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ნორვეგიამ და დიდ ბრიტანეთმა. მაგრამ ბრიტანეთის განადგურდა, იმიტომ ყველა მაგას უტევდა. როგორ გითხარით, რომ როგორი ძლიერი სახელმწიფოც არ უნდა იყო, თუ ყველა შენ გიტევს, მაშინ ნადგურდები. ეგვიპტეც ძალიან მაგრამ მოიხო და სხვათა შორის აქ. იმიტომ რომ იქითკენაც აქვს ტერიტორიები, რომელიც ართვას საფრანგეთს და ომი აქვს საფრანგეთთან. აი ეგვიპტესთან რა შვებით, აბა მოდი ვნახოთ, ალიანსში ვერ აყვავს, რადგან ყავს სამი ალიანსის წევრი და პაქტს გავაფორმებთ თავისუფლად, ხო? მოიცა პაქტი, აბა კი კაცო. ვერა კაცო. კაი, მოიცა ესა მაშინ ასე ვქნათ. რამდენი მაქვს 71 ბაზარი არ არის. აჰა, ეგრე გავუშვით და 6 ლაში მომიმატებს ცოტა ურთიერთობას და პაქტში შემოვიყვანდი. საუდის არაბეთის ტერიტორია წაართვა, ასე იგი მარტო დანარჩენი მინუსშია წასული უკრაინა. კაი, შემდეგ 6 ლას დაველოდოთ აქ. ანუ ეხლა ველოდები რომ ერთადერთი აქ ომი ვისთანაც შემიძლია დავიწყო არის საბჭოთა კავშირი. ერახთან ალიანსი მაქვს, საუდის არაბეთთან პაქტი მაქვს. საინე დაარტყა ნახეთიბმა. საუდი არაბეთთან პაქტი მაქვს და ეხლა სორს გადაჭიმა და იქ ტერიტორიების წამოყენება არ ნახე რა გააკეთა. პროსტა უკრაინა
შენ რა გითხარი მეთქი რატო დადიოდა მარტო აზერბაიჯანის გამო დადიოდა თურმე აზერბაიჯანს გადაუარა ისე ჩაუყვანი აქ ხალხი აქ საუდის არაბეთს ხონდა ტერიტორია აი აქ ეს წაურთმევია აქ ღვინა შემოსული და აქედან დაურყია აქედან ურწყავს კიდე თავის ტერიტორიიდან ნახეთ ბიჭო თავის ტერიტორიიდან ხო ურწყავს აქედან საუთარბეთი ალყაში მოაღწია აქ აი რავი თუ მიმახვილ თუ გამოჩნდება მაგის ხალხი არ ჩანს ასე აქედანაც ურწყავს ამაზე ხო და დარჩება აქ და აქ მერე და ყავს აქაც რავი უგურმე და მანდაც განადგურებს გამოტოვოთ The Communist National Business of Citizen now the government Iraq control communist პროტესტი თქმა უნდა კომუნიზმები რაში მჭირდება ერაყში Our cheese player we are forcible mobilization into army in commotion in Azerbaijan. Mobilization army. Cheese player I. Ashiminda armია ისა მობილიზო არმენიაში ისინი რა. პოლიტიკა ეგარი ესა პოლიტიკურ რამდენია მოუგდია ეს რა არის ჩვენ გაიზე ულაში ჩვენი country ქვეყანა თუ შენ expect refugees from other culture არ ვიცი მარა political instruction freedom on speech არ მეიტის ყველაფერს მივიღებ აი ამასაც მივიღებ მეზარება წაკითხო აი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყო ნუკლეარ ვეფონი developer tricks არ მახსოვს რა არის military intrusion losing among the political intrusion in science program nuclear weapon damage 40% damage population for nuclear weapons -74% და 5000 ბაზარი არ არის our scientific ground our technology demon see over other country political instrument in democracy ბონუსი მაწყობს 30 ასევე აკომებიდან რომელიმე მოზარჩევა ლენდვარი ხო კაი ჩვენი ბონუს რაღაცები და რა ანუ ეს ტექნოლოგიური განვითარება მოგება რაღაცა კაია კაი ეს კანონები მივიღეთ რომანია უტევს უკრაინას უდათ უკრაინა მაინტერესებს population არა რომანია არა აუ ტიპს Austria, Norvegia, Saudi Arabia, French Son of Anatolia. ყველასთან ომი აქვს ტიპს ხო არ მეღადავებით ეს რა არის იტალია Zone of Anatolia ამას იტალიის ზონასთან აქვს ომი და ესა იმასთან ხო გერმანიასთან უკრაინას ძალიან უჭის რა და მე მგონი განადგურდება თუ არ მივეშველეო მაგრამ ეკონომიკაზე რა ქნა უკრაინა უკრაინა წამოქაჩა მაწყობს 24000 შემოდის უკვე და ნენილად წამოდგება ფეხზე ასევე რავი შემიძლია მივეხმარო ვიღაცაში ვინ ავიღო ახლა რომანიას დავარტყა არა საუდის არაბეთსო დავარტყა მაწყობს საცხრივ არა ია ვიცი
ვიცი არ ვიცი არ ვიცი კაი ჯერ ვერას ვერ დავარტყავ მაგრამ რამე თუ თან გაუჭირდება მე უკრაინას ვეხმარებით თავისუფლად უკრაინა ჩვენი ძმა სლავა უკრაინა გეროია სლავაო ნათქვამია რა რაც შეეხება ეხლა აქ გავაგდოთ სვლა ომები თუ გინდათ მეუბრებო შემდეგ ეპიზოდიდან დავიწყებ დიდი ალბათობით ომებს ტექნოლოგიური განვითარება მივახციეთო და ეგ გვაქვს კაია weapon factory არ გვინდა shipyard-იც ზღვაზე bridge hospital bridge გაჩერდი ეგ არის ეს რა არის ეს ვიცი რაც არის 24000-ზე მოგცემს მე ჯერ არ მჭირდება ეგ ძმაოშმო იმიტომ რომ ურანიუმი ისეთ მინუსებში მიმდის და ეს რა არის მაგას გამიხსნის ბაზარი არ არის ერთ სვლაში იქნება თუ მოდი weapon factory გაუშვა თუ shipyard იავი მეტი ERP გადამჭ აქ ნუკლეარ ვეფონებშიც ნახე მარტო fusion energy დამჭ რომელიც 80 დამიწერს ახლა ნახე ხო და ნუკლეარ weapon damage ოპა 10 სვლაში იქნება ბაზარი არის ნუკლეარ ვეფონი გავაძლიერო shipyard არ მაინტერესებს ზღვაში ომები არ მექნება იმიტომ რომ ზღვაში არ მაქვს საზღვარი საბრძოლო კავშირთან ასე მეგობრებო ეხლა განახეთ ძალიან მაგარ რაღაცას მოდი დავაპატარავთ ეკრანი დავაპატარავთ მივიდეთ აქ და უკრაინა აქ აზერბაიჯანს უკვე ტვინი ებურღებაო და ერთი ეს მაინტერესებს ან თუ გადაიყვანა მაინტერესებს აბა 625-ო აი შემდეგ სულადებს ნახოთ როგორ იქნება და იმას აკლდება და ისე მატება თუ რავი როგორ ხდება ეგ არ ვიცი შევიდეთ აქ და history playback აი მეგობრებო ნახეთ ახლა თავიდან როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ დასრულდა ანუ საბჭოთა კავშირის პირველზე არის ჯარის მხრივ მე ვაფშე არ ჩანვარ მეორეზე საფრანგეთი მესამეზე ესა გერმანია და როგორ ვითარდება ვინ როგორ ნადგურდება რაღაცები დაინახავთ ახლა რა 1919 წლიდან დაიწყო და 1930 წლამდე არის მე მგონი 30-მდე ვართ მისულები მოხდა ოტომანსი იმპერია და ბრიტანეთი ერთმანეთში იბრძვიან და მალევე და ოტომანსი იმპერიას სიფათი გაძრება აი საქართველოს დაკვირდი როგორ ვითარდები როგორ ვიზრდები და ასე საბჭოთა რუსეთიც ძლიერდება აი უკვე გამოდით ბოლოდან მესამე ადგილზე უკვე ბოლოდან მეოთხეზე უკვე ბოლოდან მესამეზე 12200 ჯარით აი როგორც ბელგიუმი ძალიან გაძლიერდა აი იქიდან არ ჩანს ახლა რუკაზე მაგრამ ძალიან დიდია მაგრამ უცებ ეგრევე დაიშალა როგორ მოხდა არ ვიცი აი საქართველოს უკვე ნახევარხელაზე ამოვედით ბოლოდან ვართ მე-6-ზე 17000 ვართ 17000 ჯარისკაცი მყავს უკვე და ტერიტორიას შეხედეთ აი აქ უკვე არმენია დავამარცხა და ტერიტორიები წამართვა მაგრამ ისე დავიბრუნე ეგ ტერიტორიები დავტოვე იმათ თუ დაინახეთ არ ვიცი აი ახლა პერიისლავებმა ოტომანს იმპერიას დაარტყეს იქნება მეტი ვეღარ წაართვეს და აქეთკენ ცოტა ხანში დავიწყეთ უკვე პერიისლავებთან ომი სადაც ანუ ცოტა გაგვიჭირდა იმიტომ სხვადასხვა ტერიტორიებს იპყრობდა იქ დავიყარით მე აქეთკენ ნახეთ პერიისლავებთან ამდენი ხანი იმას ვიპყრობთ უკან ვიხევთ
ვიპყრობთ უკან მიხევთ. ეხლა თერენთან ჩავალთ. ეხლა კიდე უკან დავქვია, ეხლა წინ წამოვედით და ეხლა ვაფშე დავიფყარით. სიო, ეგ არის. პერესლოვი განადგურდენ. ასევე ერაყი აქვს სავოით რაშას იპყრობს. რავი, უკრაინა ფეხზე არის. მესამეზე ნორვეგია, მეოთხეზე ერაყი, მესამეზე უკრაინა. საქართველო არის უკვე მე-6 ადგილზე 27,000 მეომრით და პირველზე 65,000 საბჭოთა კავშირი. რავი, ნახეთ პროსტა. და ეს მინდა მენახებინო, პირველზეა საბჭოთა კავშირი, მესამეზე უკრაინა, მეოთხეზე ერაყი, მეხუთეზე მე და მე-6-ზე ფინეთი. ანუ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მე-6-ზე ვართ ის ალიანსის წევრები, რომლითაც მინდა რომ საბჭოთა კავშირი შევებწოლოთ. ანუ ყველაზე ძლიერები ვართ ეხლა რა. ან ყველაზე ძლიერები არა, მაგრამ ეს ალიანსი არის ყველაზე ძლიერი, რაც კი არის. იმიტომ რომ ან რუსეთს არ ვიცი ვისთან აქვს ალიანსი, მაგრამ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მე-6 ადგილი ჩვენ გვიკავია, ეგ ძალიან კაია. ეხლა უნდა შევინოთ ეგ რომ უკრაინა არ გავარდეს მაგ პოზიციებიდან, იმიტომ ძალიან ბევრთან აქვს ომი. და ფიქრობ რომ სანამ უსე დაუპირისპირდებოდეთ უკრაინას უნდა დავეხმაროთ და ასევე ცალკე სხვა ტერიტორიებიდან დავიპყროთ. ასე იგი, საუდის არაბეთს აქტი მოხს მაგასთან და ვერ დავარტყავ. აი რომენია შეიძლება კაცო, რომენიას ბაზარი არ არის. აი ეს მაინტერესებს ხლა. აუ, ამა ხო გააწყალა ტვინი. მიახლოვე. ეგ არის და გაუშვათ კიდე ეგრე. ანუ როგორც ხედავთ უკვე ისე ვარ განვითარებული, ვეღარებს ეხავ და დავდგავ რა. ანუ ძალიან ბევრი რაღაც მიდგია. და უკვე რავი, თუ რამე გოლდის ფაბრიკები აღარ ანუ დასიძახთი. ხო რა, ანუ როგორც ვხვდი, აქ აკლდება და იქ ემატება ბაზარი, მაშინ აქ იცი ას ვიზავ recruiting solding და 12,039-ად. ბაზარი არ არის 39,000 გადავიხდი მაგაში. და პლუს 12,000 მოემატება და ეგენი დავვილოდებ როდის გადავა მეორე დონეზე. ეგ არის ძალიან მაგარი და მარტო აქ მაქვს რა. ანუ ნახეთ, ეგ რო ვიყიდო, აი ეს რო ვიყიდო, დავდგა, შემიძლია. თავისუფლად ძალიან ის ბევრი კი არაფერი ჭირდება, მაგრამ ნახე რა ჭირდება. შევიდეთ აქ განვითარებაში. ტრენინგ კამპი არის ეგ. აი სად არის? არ შემიძლია ვისწავლო, რადგანაც ეგ რო ვისწავლო, უნდა გადავიხადო ფული 19 ლარი. და ჯერ ახლა ეგეთი ისენი არ მოხს ახლა ფული რო უშო რაცებია. ედა თუ ისე დონეზე ვარო 19 ლარიც არ არის რომ ეგა ეს ანუ შენი ენა დამება ამისი ვიყიდო და უფრო გავძლიერდე მაგით რა. ამიტომაც აქ ეგ შანსი თუ მომეცა, მაგიტომ მომეცა ვიყენებ მაგ და მაგ შანსს და აქ ყავს ყვითელი ჯარები რაც შეიძლება. კიდე აქ რა შემიძლია დავდგა, მოდი აბა გადავხედოთ, გადმოხედოთ. იმას ვერ დავდგავთ, წყალსაც ვერ დავდგავთ, წყლის მონაპოვარს იმასაც ვერ დავდგავთ. ურანიუმი არ აქვს. აი, მაგრამ ეგ არ მინდა. იარაღის ის რაში მინდა 66,000 მაქვს მაინც, რკინის იმასაც ვერ დავდგავ. აქ ახლა შევიხედოთ, მოდი ეს დავდგათ, 25,000 გადავიხადოთ მაგაში. აუ, მოიცა. ფექტორორი აქ გავაკეთე. building opats და ფექტორორზე გადავიყვანოთ ეს. ეგ არის ხო? ეს არის city. კიდე ერთი დადგმა აღარ შემიძლია. კაი, no problem. military equipment და უკვე აქ გოს ტანკი 1500 აქვს სიცოცხლე, ამას 500 უნდა და ასევე range damage 8, critical of range attack 800. ამას უფრო ძვირია და უფრო ბევრი რაღაც ჭირდება.
ერთი 30 მაინც გამოვიყვანო ეს ძალიან კაი იქნებოდა. მაგრამ ძნელი გამოსაყვანია ეგ 30 მეგობრებო. კაი, ახლა მოდი ship იმას shit სანდყოს კაცყოლია რა სიძახი ძმა ეგ არ ვიცოდი მან ვინ ჩამისვა ალბათ იმათ ხო დაიპყრეს არმენიამ მაგდროს ჩასვეს კაი რაც ძალიან გამიხსოვდა და აქაც ყოლია არმენიას აუ ეს მაშინ დასაპყრობი მაქვს აქ აზერბაიჯანისაც ქონია იქაც ქონია აზერბაიჯანს აზერბაიჯანის ტერიტორიები დასაპყრობი გვაქვს აზერბაიჯანი რომ მოვაშოროთ ძალიან გაიქნებოდა მოდი small training მეთქი ეს პროვინცია მომეცი ეგ პროვინცია მომე ესა ესეც მომე ეს პროვინცია მეთქი აბა ამას რას მომწევ კაცო ეგ შენი არ არის უკრაინისია და მაგაშ გადაგიხდი მოდი ფულს არ გადაგიხდი ფული მჭირდება რაც მოხდა 1000 და ეგრე დაიტოვე აქ მერე აირონი გვაქვს კიდე ბლომად რასაც ქვია ამდენი გვაქვს დაუწიე ვა ბიჭო ეგ არის ვიყიდოთ ეგ ორი პროვინცია ეხლა ნახე რას გავაკეთებ აუ რა გავაკეთე არა უშავს კაცო იქ ხო არის ძალიან ბევრი 20000 და ანუ მარტო 500 აკლდება გადავაწყდი ხა მაგ ტერიტორიებზე ნახე ერთი მასზე რადგან ყავს 4 ანუ აქ არის იქ არის და კიდე არის იქ ანუ ყავს 4 ეგეთი ანუ ერთ სვლაჟზე 2000 გადარქმნის მეორე დონით კაი მაშინ ბილდინგი კი არა კაცო მოვის დააწე კიდე 20000 როა ხო 20000 არის 20000 ხო და მოვინგს დააწე და გადაიყვანე აქ 6000 მოვინგს დააწე და გადაიყვანე აქ 5000 კიდე სადა აქვს აბა აქ მეტი აღარ აქვს ხო არა არმენიას ანუ ის უნდა დასაპყრობიო ოჭოლი მოვინგ დააწექი და გადაიყვანე აი აქ ამდენი ეგრე და სიო ეგ არის ეგრე გადაიყვანე არმენიის ეს ტერიტორია აქვს რო აქვს ტრეიდით ვერ წავართვებ და შიგნით პროსტა ნახე თლიანად შეავსებს 15000 12 იმათ ეს სასტრაფოდ გვაქვს გასანადგურებელი ატომური ბომბი რომ მან ჩამოვაგდო მე დამერხევა აქეთ მაგრად რა ვიცი ძმა small town-ი აქ თუ გვაქვს building დავაწვეთ არ არის ხო ფული გვაქვს ოხრად ამიტომაც ესე გავაკეთოთ ეგრე ანუ მაგხარეს აქვს ეხლა მოდი ეს ავიღოთ building ვა კოილი ქონია გაუშვათ მე რა ეს ავიღოთ ეგრე და 18000 რა ამბავია რა არის მათ გაუშვათ ეგრე კაი მეგობრებო აქედან დაგემშვიდობებით აბა ჰე და აბა ჰო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში peace მომა შეხვდებით და ასევე შემდეგ ვიდეოში დაიწყება ომებს დავიწყებთ სხვადასხვა ქვეყნებთან რა დიდი ალბათობით რომენიასთან ამიტომაც შემდეგ ეპიზოდს დაელოდეთ გულ დასმით აბა ჰე და აბა ჰო მომა შეხვდებით peace